საქართველოს უნივერსიტეტში პირველ კურსელთა რეგისტრაცია ხორციელდება 2 ეტაპად. პირველი ეტაპი ელექტრონული რეგისტრაცია 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით. მეორე ეტაპი კონტრაქტის გაფორმება და დოკუმენტის დენების წარდგენა 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით. ყურადღება მიაქციეთ საბუთების მოკლე ჩამონათვალს, რომელიც დაგჭირდებათ ონლაინ რეგისტრაციისთვის. რეგისტრაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს შემდეგ ლინკზე registration.eug.edu.g. ავტორიზაციისთვის შეიყვანეთ თქვენი საგამოცდო კოდი და პირადი ნომერი. პირველი ნაბიჯი არის თანხმობა სტუდენტის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, რის შემდეგაც თქვენ შეძლებთ გადახვიდეთ რეგისტრაციის ძირითად ნაწილზე. რეგისტრაციის პირველ გვერდზე საჭიროა თქვენი პირადი მონაცემების შევსება სრულად. გთხოვთ მიუთითოთ ინგლისურად სახელი და გვარი ზუსტად ისე, როგორც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტშია მოცემული. აღნიშნულ გვერდზე ყველა ველის შევსება აუცილებელია, მაგრამ ყურადღება გამახვილეთ ისეთ ინფორმაციაზე, როგორიც არის ელფოსტა, მისამართი და მობილური. მობილურის ნომრად უნდა მიუთითოთ მოქმედი ტელეფონის ნომერი, რადგან დადასტურებაც და შემდგომი კომუნიკაციაც განხორციელდება მითითებულ ნომერზე. ყველა მონაცემის შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს შენახვა და გაგრძელება. მსგავსი ქმედება უნდა გაიმეოროთ ყველა ახალ გვერდზე. შემდეგ გვერდზე მიუთითეთ ინფორმაცია განათლების შესახებ, მაგალითად როგორი სკოლა დაამთავრეთ, საჯარო თუ კერძო და როდის, ასევე ატესტატის ნომერი. მესამე გვერდი იწყება სპეციალური საჭიროების შესახებ ინფორმაციის მითითებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. დადებითი პასუხის არჩევის შემთხვევაში გთხოვთ ატვირთოთ შესაბამისი ცნობა. გარდა ამისა, თუ ხართ არასრულწლოვანი, სისტემა ავტომატურად მოითხოვს 2 სახის დოკუმენტიდან ერთ-ერთს. თუ უნივერსიტეტში კონტრაქტზე ხელმოწერისას მოყვებათ მშობელი, გთხოვთ ატვირთოთ თქვენი დაბადების მოწმობა. ხოლო თუ თქვენთან ერთად იქნება ოფიციალური წარმომადგენელი, გთხოვთ ატვირთოთ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა. არ დაგავიწყდეთ დააჭიროთ ღილაკს შენახვა და გაგრძელება. გადავდივართ მეოთხე გვერდზე, სადაც საჭიროა შემდეგი დოკუმენტების ატვირთვა. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ორივე მხრიდან მითითებულ ფორმატში ან პასპორტი, ატესტატი და მხოლოდ ვაჟებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი. მეხუთე გვერდი განკუთვნილია ფოტოს ატვირთვისთვის. თქვენი ფოტო უნდა იყოს ბიომეტრიული 3/4-ზე. ფოტო უნდა იყოს გადაღებული აუცილებლად თეთრ ფონზე. რეგისტრაციის ბოლო გვერდი სწავლის საფასურის მეათედი ნაწილის გადახდისთვისაა. თუ თქვენ გაქვთ 100%-იანი გრანტი, მაშინ სრულად თავისუფლდებით გადასახადისგან. თუ ონლაინ აპირებთ სწავლის საფასურის გადახდას, აირჩიეთ გადახდა ონლაინ და დააჭირეთ გადახდის ღილაკს. ასევე მიუთითეთ ბარათის მონაცემები. ინვოისით გადახდის ვერსიის არჩევის შემთხვევაში თქვენ დაინახავთ უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტებს, რომლითაც შეგიძლიათ თანხა გადაიხადოთ ბაზის ბანკის ან TBC ბანკის ფილიალებსა და სწრაფი გადახდის აპარატებში. არ დაგავიწყდეთ, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ატვირთვა ამავე გვერდზე სავალდებულოა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ სარგებლობთ სოციალური შეღავათით ან ელოდებით სწავლის დაფინანსებას, გთხოვთ ატვირთოთ შესაბამისი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. თქვენი განაცხადი გაგზავნილია და გაივლის განხილვას 2 დღის განმავლობაში. თუ რაიმე ხარვეზი აღმოჩნდება, შესაბამის SMS შეტყობინებას მიიღებთ. განაცხადის დადასტურების შემთხვევაში ასევე მიიღებთ SMS შეტყობინებას და სარეგისტრაციო ლინკზე შეძლებთ გაეცნოთ თქვენს ელექტრონულ ხელშეკრულებას, რომლის გაცნობის შემდეგაც იხილავთ კალენდარს, სადაც უნდა შეარჩიოთ უნივერსიტეტში მოსვლის სასურველი დრო რეგისტრაციის მეორე ეტაპის გავლისთვის. შეგახსენებთ, ამავე გვერდზე დაგხვდებათ აპლიკაციის QR კოდი, რომლის გადმოწერაც სავალდებულოა, ხოლო მისი გააქტიურება მოხდება უნივერსიტეტში ვიზიტის დროს. უნივერსიტეტის მისამართია კოსტავას 77A, საქართველოს უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსი. უნივერსიტეტში ვიზიტის დროს გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენს მიერ ატვირთული დოკუმენტის დედნები. ჩვენს მიერ მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტის გადამოწმება, კონტრაქტზე ხელმოწერა და რეგისტრაციის დასრულება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს უნივერსიტეტში.